Watch how real men earn their flame. 1% love, 99 grit, 0 short crunch. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in, yeah. You flinched at pressure, I breathed it in, turned every setback to skin beneath skin. მისი მოწინააღმდეგე რინგის წითელ კუთხეში მოკრივე დედოფლის წყაროდან ალექსი ბეკაური. Wanted cheers, I wanted core. The kind that doesn't crack when doors slam shut. Your trophies gleam but won't survive the test. Mine's written in gold, not borrowed fame. 1% love, 99 grit, 0 short squats. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in, yeah. They asked why I never pulled for the flag. მოგესალმებით მეგობრებო, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი გთავაზობთ მორიგ საკრივო შოუს, რომელიც იმართება თბილისში, ახალ ოლიმპიურ სასახლეში. დღეს ჩვენ რინგზე ვიხილავთ 10 საბრძოლო წყვილს, მსოფლიოსარეიტინგო ბრძოლებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გამორჩეული ქართველი მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან. მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ, ჩემთან ერთად კი დღევანდელ რეპორტაჟს წაიყვანს პროფესიონალი მოკრივე 2025 წლის საუკეთესო ქართველი ქალი მოკრივე თეონა ფიროსმანაშვილი. მოგესალმებით, დღეს ნამდვილად საინტერესო საღამო გველოდება. პირველი ბრძოლა უკვე დაიწყო. ძალიან აგრესიული შეტევები აქვს მოკრივეს დედოფლის წყაროდან. თეონა, მოდი დავიწყოთ მართლაც აი ამ წყვილზე საუბარი. შენ თვითონაც დედოფლის წყაროდან ხარ და მე დარწმუნებული ვარ, რომ შენთვის საინტერესო იქნება შენი კომენტარი. შენი მწვრთნელი პირველი თამაზ ყარაგვეზაშვილი არის ალექსი ბეკაურის მწვრთნელიც და ნახოთ რა შემოგთავაზებენ. დებიუტანტი მოკრივეები არიან ორივე პროფესიონალური კრივის რინგზე, თუმცა ალექსის ამდენადაც ვიცი კიკბოქსინგში აქვს გამოცდილება. კი, სტილზე ეთყობა, რომ კიკბოქსინგში ექნება უკვე გამოცდილება მიღებული. საკმაოდ კიკბოქსიორები რითიც განსხვავდებიან მოკრივეებისგან, უფრო უხეში და ისეთი სტილია, შემტევი სტილი აქვს უფრო და ძლიერი დარტყმებით გამოირჩევიან, ოღონდ მოკრივეებთან შედარებით, რა თქმა უნდა, დიდი და გრძელი კომბინაციების ხილვას არ უნდა ველოდებოდეთ კიკბოქსიორებისგან, მაგრამ სანახაობას ნამდვილად შექმნის ის ერთჯერადი ძალისმიერი დარტყმები, რასაც დღეს მე ველოდები ჩვენი დედოფლის წყაროელი მებრძოლისგან. ძალიან საინტერესოა, ზოგადად მართლაც კიკბოქსინგიდან ძალიან ბევრი მოკრივე მოდის. შეტევები ძალიან სწორია, ძალიან სწორად იქცევა ახლა მაგალითად წითელი კუთხე და ძალიან სწორი ტაქტიკა არის. მუცელში ძლიერ დარტყმებს ატარებს მისი მოწინააღმდეგე და ჩემი აზრით ამ მიმართულებით უნდა გააგრძელოს მუშაობა. ხომ რო ახსნათ გულშემატკივართ, რატო არის მნიშვნელოვანი მუცელში დარტყმა? შეიძლება ზოგს გონია, რომ მხოლოდ აი თავში დარტყმა. საწყის რაუნდებში მუცელში და სხეულში მიყენებული დარტყმები შემდეგ რაუნდებში უკვე ღლის მეტოქეს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი დასაწყისიდანვე სხეულზე დარტყმები მიაყენოს ხოლმე ერთმანეთს. ისედაც ყურადღება გადადის უკვე მერე მეტოქის მუცელზე და მაგალითად ეს ჭიყვეხა ნათელი მაგალითი 3 ზუსტი, აი კიდევ 3 ზუსტი დარტყმა გაუკეთა მოწინააღმდეგეს ბეკაურმა. თეონა, რასაც შენ ამბობდი, მე მგონი მართლა ყველა დარტყმა აქვს ძლიერი და აქცენტირებული. ძალიან რთულია იძაბები მე მოწინააღმდეგე ესეთ ოპონენტთან ბრძოლისას, როცა მოხდება 3 დარტყმა და 3-ვე ერთი და იგივე ძალის იქნება. ხო არ იმოქმედებს ეს ყველაფერი შემდეგ რაუნდებში, იმიტომ რომ თავიდანვე ძლიერი დარტყმების ყველა დარტყმაში მთელი ძალის ჩადება ხანდახან, ვით უმეტეს აი დებიუტანტ მოკრივეებს მესამე მეოთხე რაუნდში დაღლილობას იწვევს ხოლმე. თუმცა როგორ თავისი გამძლეობის იმედი ალბათ. არ მგონია მის წუთს ეგ დავალება გამორჩენოდა და არ ეთქვა რომ უნდა გაანაწილოს ასე ვთქვათ ენერგია და გამძლეობა.
მით უმეტეს არ არის სამოყვარულო კრივიდან, იმიტომ რომ სამოყვარულო კრივის გამოცდილების მოკრეებს აქვს ხოლმე განსაკუთრებით ეს რომ თავიდანვე ძალიან მაღალ ტემპში იწყებენ და ასევე ჩემთვის მერე აღარ ყოფილი ძალიან. ხალიოვის გუნდი წნორში, როგორც ვიცით და ანალოგიურად წნორში კიკბოქსინგის სკოლა აქვს, არ აქვს კრივის სკოლა და ეს სპორტსმენიც That was mine to let go. You hear it? Yeah. That's your time running down. Feel it? Ground shaking when I shout. You ready? Let's go. No fearing. My blood. Champion, one shot, one moment. ფიქრობ საინტერესო რაუნდი იყო, მეტოქეებმა აჩვენეს რომ ბრძოლას არ გაურბიან და დებიუტანტების ყვალობაზე საკმაოდ კარგი კრივით შემოსასთავაზეს გულშემატკივარს. ასე რომ ნახოთ როგორ გაგრძელდება უკვე ყველაფერი მეორე რაუნდში. როგორც ვამბობდი მეორე ბრძოლსაც, ანუ ხალიოვსაც კიკბოქსინგის სკოლა აქვს გავლილი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თანაბარი წყვილი არის ახლა შედგენილი ჩვენს რინგზე. განახდა მეორე რაუნდი. ნახოთ რა შეიცვლება. იგივე ტაქტიკა დატოვა, როგორც ხედავ ბექაურმა, ისე მუცაზე აგრძელებს მუშაობას. და ახლა გადავიდა თავზე ორი ზუსტი დარტყმით. ჩემი აზრით ძალიან სწორი ტაქტიკა აქვს არჩეული და კი ასე უნდა გააგრძელოს მუშაობა. და რაც შეეხება ხალიოს, მე ვფიქრობ, მის ბრძოლას აკლია მეტი ცრუ მოძრაობები შეტევამდე, იმიტომ რომ ყველა გადაგდებულ დარტყმაზე დაიჭირა მოწინააღმდეგემ და უფრო ცრუ მოძრაობებს თუ ჩართავს და ეგრევე შეტევით არ დაიწყებს, აი რაც ახლა გააკეთა მაგალითად, უნდა დაიჭიროს მომენტი, დააბნიოს მოწინააღმდეგე და შემდეგ დაიწყოს კომბინაცია, იმიტომ რომ ბექაური ცდილობს როგორც კი დარტყმას იწყებს, კომბინაციას იწყებს მის მოწინააღმდეგე კონტრშეტევით უპასუხოს და აი ეს კონტრშეტევის დაჭერის მომენტი როგორმე უნდა გაუქმოს. აი ეხლა ძალიან ლამის ნოკდაუნამდე მივიდა საქმე, მე მგონი ისეთი ძლიერი დარტყმა იყო ამ ეტაპზე. ხალიოვის მხრიდან რაც ჭირდება, ხო, აი ეს მოძრაობები, რომ დააბნიოს ბექაური და მუცაში ყველა დარტყმა გადის. აი უპასუხო დარტყმებებს ბექაური ხალიოვის არც ერთ შეტევას. აი ეს არის თვალსაჩინო. ბრძოლა გვაქვს ამ რაუნდში წარმოდგენილი, მაგრამ ძალიან ძლიერი ხუკი იყო ეხლა რაც გაატარა ხალიოვმა. აი ეს შეტევა. თითქოს რაღაცნაირად უხერხული მოკრევებს ჩანს ბექაური. აი რაღაც უცნაური გადახრით მერე თან გიხრება და თან დარტყმას აკეთებს. და ადვილი მისადგომი არ იქნება მეტოქისთვის და ჩანს ეს ხალიოვის მოქმედებებში რომ უჭირს სიზუსტე. ძალიან საშიშ და ძლიერ დარტყმებს იქნევს ბექაური, თორემ ხალიოვის ძალიან კარგი მოკრივე ჩანს და შესაძლოა ეს ფაქტორი რო არა, მისი ტექნიკა უფრო მრავალფეროვანი გვენახა, მაგრამ მაინც უფრთხის იმ ძლიერ დარტყმებს მოწინააღმდეგისგან, რაც მოფრინავს დრო და დრო, თან ისე რო თქვა ტექნიკურად არა. ხშირად ესეთი დარტყმები უფრო სახიფათოა ხოლმე, ვიდრე გათვლილი დამუშავებული ტექნიკური დარტყმები. აი ნახეთ ეხლაც როგორი კარგი დარტყმა იყო, თუ საკმაოდ ფიცხელ ბრძოლაში ჩაიარა ამ რაუნდმაც, მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი. აჩვენებენ ნამდვილად ხასიათს. მაინც წითელ კუთხეს მივცემდი ამ რაუნდს. All the hours I've spent, not a single regret. My name's not given, it's burned in, yeah.
მინდა გულშემატკივრებს გავაცნო ჩვენი დღევანდელი წყვილების თანმიმდევრობა. ნიკა ხალიოვისა და ალექსი ბექაურის შემდეგ იბრძოლებენ თამაზ ურუშაძე და ვახო ბეგაშვილი, შემდეგ იქნება ავთანდილ ტყემალაძე და ბესო გაბუნია, ველოდი მიქელაია და თორნიკე გიკაშვილი, გიორგი რაზმაძე, ლევან რობაქიძის წინააღმდეგ, ბექა ლომცაძე და მერაბ ჭინჭარაული, ლევან ჯოხაძე, ნიკა მთიულიშვილის წინააღმდეგ, გაგა კიკნაძე, დევან შპოღაჩი, დავით კაზიევი, ლუკა ბარნოვი, ნუკრი გამგებელი, ბექა მურჯიკნელი. ამასთან დაიწყო მესამე რაუნდიც. მესამე რაუნდი ხშირად არის გადამწყვეტი. ჩემი აზრით ეს რაუნდი ბევრად დალაგებულად დაიწყო, ჯებები ცდილობენ მოკრივეები მუშაობას. ემოციებისგან უკვე დაიცალნენ, ასე ვფიქრობდა უკვე გადავიდნენ ფიქრზე, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული ბრძოლა არის და უკვე დასასრულისკენაც ახლოვდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი რაუნდი გველოდება. გადამწყვეტი, ასე ვიტყოდი. კარგი კომბინაციები აქვს ხალიოვს, მაგრამ სამწუხაროდ მიზანს ვერ აწვდის. კარგი კომბინაციებს აკეთებს, მაგრამ მიზანს ვერ წვდება. და თავის მხრივ ჩასაფრებულია ბექაური. კი, რომ დაიჭიროს ძლიერ დარტყმაზე. და ძალიან ძლიერ შეიძლება რაღაც მომენტში გაათამამოს კიდეც თავის მოწინააღმდეგე და მერე მიარტყას. კარგი მარცხენა ჰუკი იყო ხალიოვისგან. ჩემი აზრით ცოტა მეტად ახლო მისვლა სჭირდება. აი რაღაც ისეთ დისტანციაზე უდგას, საიდანაც ბექაური უფრო მარტივად ახორციელებს მაგ ძლიერ დარტყმას და რაც უფრო ახლოს მივა, ჩემი აზრით უფრო გაუჭირდება ბექაურს. ნახოთ, ამასაც გამძლეობა სჭირდება, ესე წინ სიარული მთელი რაუნდი და მით უმეტეს მაინც სადებიუტო ბრძოლა, რინგი, ნერვიულობა, ყველაფერი მოქმედებს, გასაგებია დებიუტანტი მოკრივეების შემთხვევაში გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით ამ მებრძოლებს შორის ასაკი ცხოვობაც საგრძნობი უნდა იყოს, ხო? ჩემი აზრით ბექაური. ხო, ბექაური უფრო დიდი მგონია და მაგიტო უფრო მე ვხედავ ძალის აშკარა სხვაობას რა, დარტყმის ძალის აშკარა სხვაობას. უკვე ორივე მებრძოლი მოიღალა. სერიას ჭირდება ხალიოს. სერიას კი ჭირდება ენერგია. იცი რა არის ბექაური სწორად მუშაობდა პირველი რაუნდები მუცელზე და ჩემი აზრით აი ეხლა ამ რაუნდში უკვე ხალიოვი უნდა გადავიდეს აი ესე მუცელში მუშაობაზე მარცხენა ხელით. ანუ ფაქტია რომ თავში ვერ აწვდეს დარტყმას, ხო? აი რამდენი კომბინაცია სცადა ეხლა სამდარტყმიანი სერიაც ჰქონდა, მაგრამ თავში ვერ მიაწვია. შესაბამისად მუცელზე უნდა გადავიდეს და იმუშაოს. თეონა რა შემიძლია თქვა რომ ბექაური კარგად ხედავს თითქოს, აი სულ თვალს არ აშორებს, არის ჩასაფრებული, იწყებს ხალიო კომბინაციას, იციანს და მე აი საჭირო დროს ძალიან რამოდენიმე ძალიან კარგად ასე ვთქვა ჩაუსვას სწორი და ზუსტი დარტყმები. ამ შემთხვევაში ხალიოვი ხარჯავს ენერგიას და ბექაური აი თავისი თვალით კარგად კონტროლის ხარჯზე აყენებს დარტყმებს. დისტანციასაც კარგად გრძნობს, დარტყმებით ძლიერი აქვს და რახან პროფესიონალურ კრივში ვართ ეხლა და პროფესიონალური კრივის რინგზე არიან, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მაყურებლის, არამედ საჯების თვალშიც. ამიტომ ამ რაუნდის უპირატესობასაც მე ისევ წითელ კუთხეს გავატანდი. მეტი სჭირდება აქტიურობა არა, მეტი სუსტი დარტყმები სჭირდება, ვიტყოდი ხალიოს. ოღონდ ფაქტია, რომ თავში ვეწვდება და ეგ ყველა დარტყმა უნდა იყოს მუცელზე. გულშემატკივარს ვეთქვი რომ ყველა დარტყმას ჯებით რაც გაუშვა, ყველა აცილა თავში და ეგ ყველა რომ მუცელში ყოფილიყო მიმართული, აბსოლუტურად ყველა მოხდებოდა. აი ამ გადახრის მერე უკვე შეტევა უნდა დაიწყოს. ხო, ოღონდ ერთდარტყმიანი არ ეყოფა, სჭირდება რაოდენობა.
ნამდვილად გადამწყვეტი რაუნდია და სერია გააკეთა და მუცელში არც ერთი დარტყმა არ იყო აქედან. ჩემი აზრით ეს შეცდომაა. იმიტომ რომ ღვიძლს შეხედე როგორი ღია აქვს ბექაურს. ნახე, იდაყვი აქვს ძალიან გვერდზე და ძალიან დიდი შანსია რომ ღვიძლი გაუვიდოდა, მაგრამ რატომღაც ხალიოვი მაინც ცდილობს თავში მუშაობას. გულშემატკივარს ვეთქვი რომ რეფერი რინგზე გახლავთ მერაბ მაისურაძე ძალიან გამოცდილი მსაჯია საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალური კრივის მსაჯი რაც შეეხება გვერდით მსაჯებს გახლავთ გელას ხირტლაძე დავით ნაზარაშვილი და ვაჟა ცაციაშვილი ფიქრობ მიიღებენ მსაჯები მაღალი დონის ყავს მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ბოლო რაუნდია მე ვფიქრობდი და არაფერი აღარ შეიცვლება ამ რაუნდში კარგი კომბინაციებს აკეთებს ფაქტია ხალიოვი ცდილობს აქტიურობას და ცდილობს რაუნდის წამოღებას მაგრამ ეს დარტყმები რატომღაც ვერ მიდის მიზანში და ბექაური ამ ხრი უფრო ზუსტი არის კარგად ხედავს სადღაც აუ ძალიან ძლიერი იყო ჩემი აზრით კომბინაცია უკვე მოხსნათ შეუძლია აი მაგ დარტყმას არ უნდა გაჩერდეს ამ გამოცდილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთ მომენტებში რა უნდა ხედავდე როდის მოხდა შენ მოწინააღმდეგეს ისეთი რომ ასე ვთქვათ ბოლოს წინა იქნებოდა ამას დანახვა სჭირდება უნდა გააგრძელოს კომბინაციები შეეძლო ეხლა ის მომენტი გაუშვა თორე შეეძლო ამ ბრძოლის დროზე ადრე დასრულება ნამდვილად ცოტა დროა დარჩენილი ხალიოს თუ სურს არ მგონია გარდატეხა ამ ყველაფრის ეს ბრძოლა წაიღოს იმიტომ რომ აშკარად ოთხივე რაუნდი მე ვხედავ რომ ბექაურისკენ წავიდა და ეს რაუნდიც არაფერი არ იცვლება აღარც კი ცდილობს რომ თვითონ აქტიუროს ხალიო. ხალიოვი რასაც აკეთებს, აი როგორ გითხრათ, თითქოს საერთოდ არანაირად არ ცulis აღმდეგეს. აი ეხლა თუ ნახეთ, წავიდა, მაგრამ არა დარტყმით, არამედ რაღაც თავით თითქოს. ეს არის უკვე რომ ენერგიაც აღარ აქვს, დაიღალა. გძნობს ბექაური, აშკარად შეტევებს უკეთებს ის, მაგრამ საინტერესო ბრძოლა იყო ნამდვილად აპლოდისმენტები ორივე მოკრივეს დაიმსახურეს გულშემატკივრებისგან რომლებიც სხვათა შორის საკმაოდ მრავლად არიან მოსული დღევანდელ შოუზე რაც გასახარია ყოველთვიურად საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მართავს პროფესიონალური კრივის შოუებს და გასახარია რომ ყველა შოუზე აი ამდენი გულშემატკივარი მოდის ფიქრობ საინტერესოდ გაიხსნა ჩვენი დღევანდელი შოუც ნახოთ ახლა უკვე რა ვერდიქტს გამოიტანენ მსაჯები და ფიქრობ საინტერესო ორთაბრძოლები გველის დღეს. მე ვფიქრობ თითქოს მუსებს აიღო გამარჯვება, მაგრამ რა თქმა უნდა დაველოდოთ პროფესიონალების გადაწყვეტილებას. ოთხი რაუნდის შემდეგ ვეცნობით მსაჯების გადაწყვეტილებას მათ მიერვე დაწერილი ქულების მიხედვით. ქულების შემდეგნაირად გადანაწილდა 37-39, 38-38, 37-39. დაპირისპირებაში გამარჯვებულია ალექსი ბექაური.